გამარჯობა მეგობრებო, მე ოთო ვარ. ეს გრეტაა, კი იცით. აქ ჩემ გვერდით როდგას ჰარლი დევიდსონი, ჩემი მეგობრის, ცოტნეს ჰარლი დევიდსონია, რომელიც ჩემთან ერთად მოდის ამ მოგზაურობაში. ვიმართებით ელინების მიწაზე. ორი კოლხი კაცი. მედიას ღირსებას ჩვენ ვერ აღვადგენთ, მაგრამ დაულაშქრავთ ელინების მიწებს, გავეცნობით მას კულტურას. იასონი სადმე თუ ნახეთ, მაგრა გავძუყნით. ორი განსხვავებული ფილოსოფიის ბაიკერები ვართ მე და ცოტნე. ცოტნე, ადი კრუიზერის კაცი. მე უფრო ეჭვიც. არლი, საროჩკა, ჯინსები. ეს ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი ბაიკერია, ბავშვობიდან მეთქ მოძრაობს. ჩაფხუტი ხახანს დაიხურა შეიძლება ითქვას. დაიხანი რაღაცა კასროლი ქონდა თავზე გადახურული, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩაფხუტიც დაიხურა. ცოტნე და ცოტნეს ჰარლი დევიდსონი. ეხლა გავაკეთებთ დაზღვევას, გადავახურდებით ფულს და დავეშურებით ტურცია. ესეც ასე მეგობრებო, თურქეთში გადმოვედით. საზღვარზე თურქმა ტრალერის ზღვმა გინაღამ გამჭყლიდა. დაზღვევაში გადაგვახტევინეს სადღაც 120 ლარი, ერთთვიანი დაზღვევა გვაყიდინეს, უფრო პატარა არაო. და სულ ეგ იყო რა. მეტი არ არის არაფერი პრეტენზია არ გამოუთქვამს. მერჩენი დაუბერავთ ახლა. იალა გეთერსან. ხა რა სიტყვია ბა? ესე მალე მოვიდი. ეხა 1 საათი მოვიდი. არა, 9 საათი. ერთი რო ეწერა უყურე. ესეთი ავტობანია სულ? ეგ არის ესეთი ავტობანია ტრაბზონამდე თუ სამსონამდე. და მე არის აი ეს დიდი ავტობანი იქ უბერე თუ გინდა 160 და თუ ესეთი იქ უკან შკოდა თუ რაღაც უნდა მოყვებოდა. ხო, იქ პოლიციის განყოფილება რომ იქ აგვედენა და კამერა უდგას რა. და თუ გადააჭერ, მაგითო მოყვებოდა ნელა უკან არ გვასწრებდა და თუ გადააჭერბე 90-ს გაჯარიმებს რა. რაღაცა მეთქი შკოდათან ეგრე. აი ზუსტად ეგ არის. ორა ხარ. კარგად, თავად? იცი ქართული? ნო. არა? რუსულში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. ხალი არის ბაიან და კაცი არის ბაი. ყოველთვის მიდექის ესეც ასე მეგობრებო, გემრიელად გიახელით. ეხლა დავიძრობით და იქნებ თავი ქალაქ ორდუნდე მივიტანოთ. იქიდან სამსონამდე ბევრი არ დარჩა. მივიდეთ 400 კილომეტრამდე. ამინდი ვეჭერობით მიმართლებს. თურქებიც ავიან, ცოტა ხალხი საზღვარზე ძალიან საკაიფო მომატარეს. მე რო თუ პრომეტი შემოდავი. სავეშარეთ? ავშარეთ არა ამაში. დავაწერებ როგორც ქართული მელოდიის. ხო. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ შევაჩინეს, არაფერი კარგად შეგვიძლია. ერთ პრობლემა დღეს გამოვაში ქართული შემოქმედი საზღვარზე. აი როგორ გამოიყურება მეგობრებო 500 კილომეტრს რო გაივლი მოტოციკლით საზღვრის კვეთით მე აი ასე გამოიყურები აი ესეთი ბედნიერი საკითხი იყურები და გიხარია რომ მოაღწიე და გილავშიდობის მეგობრებო როგორ ახართ მე და ცოტნე კარგად ვართ გუშინ 500-ზე მეტი კილომეტრი გავიარეთ
სასტუმროში რომ მოვედით, ვიფიქრეთ, რომ აი ეხა წყალს გადავიღეთ და წავალთ და ქალაქს დავიხროთ და დავლეთ, მაგრამ ვერ მოგართვით. ლოგინი დავიყარეთ მართლა. დღევანდელი გეგმა არის, რომ რაც შეიძლება მეტი კილომეტრები შევჭამოთ, რომ მიუახლოვდეთ პორტს, საიდანაც გადავალთ საბერძნეთში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ალბათ 600-მდე 600 ვაჭრა. თავისუფლად დავწევთ რა, შეიძლება 700-იც გავიწიოთ თუ ახლა დღეს არის ყველაზე მძიმე და უინტერესო რა, იმიტომ რომ არც რომი ვაკი არაფერი არ ხდება, არც გზაზე არაფერი არ ხდება. საერთოდ. ამინდი. რა უშავს რა. ყველა ამინდი კარგია. თავარია კარგი განწყობა გქონდეს. დილით ფილოსოფიური საუბრის შემდეგ ცოტნესთან გადავწყვეტეთ, რომ ფიქრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მივმართოთ ჩვენი ფიქრები უკეთესობისკენ. მეგობრებო, წვიმა და ავტობანი არის მოტოციკლეტისტის ღამის კოშმარი. და ეს ღამის კოშმარი მე და ცოტნეს არ აგვწდა. Sotnik, აბა, როგორ ახალ? Შესანიშნავ. კეთესად რო ვერ ინატრებს. როგორი? აკია მაგ. ვალენსიაგები ხარდა. ვალენსიაგები ხარდა. რაც მინდა ეკიპირება. ეგარი, კიბატო, ეგეც ეკიპირება. ეგრეა რა. გასიზავთ მეგობრებო. თავარია განწყობა გვაქვს კარგი. ცოტნე, ხო კაი განწყობა გაქვს? განწყობა როგორი გაქვს? ძალიან მაგარი. ტრაილერების გოლების წავიძენიაში მჭამეთ. თელი დღეა წვიმს და 500 კილომეტრი დავქშა გასავალი. ძალიან მაგრა ხარ. მაგრამ გასავალი. აი ასე ყველა რაიდერო დოსტორ ექვსას კილომეტრი გადაუდებელ წვიმაში რაიდის შემდეგ 500 იმენა წვიმაში ვიყავ. ვეჭველი 500 დარჩენი ნახევარი საათი არ 1 საათი არც კი და შალამიშა მე რა ვშალი ასტარგო. ნაცვლარი მაინც იყო. მაგარია ექვსას 50 კილომეტრი წვიმაში ტრაილერებში. ბიჭო იმაზე ოჩი. ტრაილერების აბდონია. ერთი 80 მილის და მე 91 და ნახევარ საათზე ველოდები რომ როდის გადავა. გადადიში. მაგრამ ყოჩახ ჩვენ ღირსების ორდენი მოგეთ ამას გრეტა ხო ქვია და ამას სახელი ჭირდება რა. ანუ აი უსახელოს რომ დადის რა დღეში 650 კილომეტრი ამ წვიმაში რაღაცა დაისახურა რაღაცა სახელი რა. რაღაცა ამერიკელია. იმენა ამერიკელია. სისხლი. აი ყველაფერი ამერიკელია. კი აი არნერი ლიტრობა მას რა გადაწერია ამერიკელია. სახელი უნდა ბობი რამე რაღაც ისეთი. ბობზე ჯდომა ცოტა. შე გოგო სახელი. რანდომი ბობზა. მოკლედ მეგობრებო ჩვენ ეს შევძელით აბა მოუჟი ხედავდი